უნდა იყოს ნებაყოფლობითი და იქ უნდა წავიდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს მართლა სურს და მართლა შეუძლია რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა. დღესაც საკმაოდ კარგი ნებაყოფლობითი რეზერვის სისტემა გვაქვს. სამწუხაროდ მისი შევსების რიცხვები არ არის რა მაღალი. ჯამში 20,000 მეტ ახალგაზრდას დავეხმარე და მართლა პროფესიონალური არმია ფიზიკურად ვერ გოყოლები და აგიხსნი რატო. თავრობა ამ ადამიანებს ანუ თავისუფლების აღკვეთით და ციხეში გამოკეტვით ემუქრება. არა მხოლოდ თავდაცვის სისტემა გვაქვს ასაშენებელი, ეკონომიკაც ასაშენებელი გვაქვს. არასდროს არ მithქვამს რომ ჩვენს ქვეყანას თავდაცვა არ უნდა გქონდეს. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ხორციელდებოდეს ნებაყოფლობით. ამას ემატება ის რომ რაღაც მომენტში თუ შენ რეზერვი ყავს, რეზერვიც იფიტება. მობილიზაციას აცხადებ თუ არ აცხადებ. მე გელაპარაკები აწმყოზე და წინა 13 და მე წელზე. არ გვაქვს ბერკეტი რომ რამე შევცვალოთ. მოდი იმ სახელმწიფოზე ვილაპარაკოთ. და რა კი ბერკეტი არ მაქვს. ხვალე 200,000 კაცი ჩაეხოცოთ, პრობლემა არ იქნება. მაგრამ ანუ და ეგ კარგია, მე რა ეგ იმიტომ ხდება რომ ანუ საშინელება არის, მაგრამ არა, საზარბაზე ხორთად რატო აქცევთ ეხა თქვენ მაგას აქცევთ? აი ეხა მაგალითად შემოვიდეთ 2 იულის არ არის ადგილი. და არის ადგილი უკრაინის ომი მოხდა ეხლა და ჩვენ ნახეთ გვიან მობილიზებული ხალხი როგორ იხოცება ფრონტზე. სკოლებში დანერგე ყოველი უნივერსიტეტში დანერგე რა საჭიროა რომ ჩემი ცხოვრები ერთი წელიც ხო ანუ რანაირად ჩემ ამთავრობა საერთოდ შეაგაგონო ის რომ ჩვენ გვინდა სავალდებულო სამსახური და ეგ კაია ანუ დეცენტრალიზაცია აუცილებლად ანუ მაგაში ესეთივე დეცენტრალიზაცია ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მონობა არ არის ეს კი ბატონო აი ხე მივედით კიდე ერთ მნიშვნელოვან საკითხს ეს არ დაგავიწყდეს ხო არ უწევს ჩვენი სახელმწიფო თავდაცვის მენეჯმენტს დღეს სახელმწიფო არაფერს არ უწევს რუსთან და ქართველი ჯარისკაცი საღამოს ტაქსაობაზე არ უნდა ფიქრობდეს იმიტომ შვილებს რაღაც აჭამოს მე ჩაგიდე კლევებს რომლებიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით რა ჭირდება დღეს ქართულ თავდაცვას მე გელაპარაკები ციფრებით შენ მელაპარაკები დემაგოგით მე აბსოლუტურად ეხლა თანამედროვე საფრთხებს ვერ ვაფასებ და რაღაც ბიჭური არგუმენტები ბიჭო არაფერ შუაში არ